საღამომშვიდობისა ძვირფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს მინდა გესაუბროთ ორ საკითხზე. პირველი ალბათ ყველასათვის ნათელი ახლა რაზეც ვისაუბრებ. მინდა მოგილოცოთ ყველას დღევანდელი უმნიშვნელოვანესი თარიღი უახლესი საქართველოს ისტორიისა. დღეს მეგობრებო, ჩვენ ყველა ღირსეული ქართველი, ვინც მადლიერია ნამდვილად საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტისა, რომელმაც თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის მერხიდან დაიწყო ბრძოლა და მთელი თავისი სიცოცხლე მიუძღვნა საქართველოს თავისუფლებას. და ყველაზე ძვირფასი, რაც კი ძვირფასი გააჩნდა, ეს აი ამ თავისუფლების სამსხვერპლოზე მიიტანა ალალად. მას შეეძლო თავისუფლად ეცხოვრა ძალიან მშვიდად და კარგად, ისეთი ოჯახიდან იყო, მაგრამ მუდმივად იყო დევნილი იყო სკოლიდან, დევნილი იყო როგორც დისიდენტი, დევნილი იყო ასევე პრეზიდენტი და დევნილი იყო გარდაცვალების შემდეგაც მას წლების განმავლობაში საკუთარი მშობლიური მიწაც არ ეღისა. ასეთია იცით თქვენ ხვედრი დიდი პიროვნებებისა და რაც უფრო მეტი წლები გაივლის და საუკუნეები გაივლის, უფრო და უფრო მეტად დაედება ფასი და მეტად გაიგებენ მის ფასს ქართველები და ჩვენი მამული შვილები. და უნდა ვთქვათ 31 მარტის მნიშვნელობაზე ძალიან ბევრი სამწუხარო დღესაც საქართველოში ქილიკობს. ძალიან ბევრი ასევე საერთოდ ხმას არ იღებს, ვისაც ძალიან სძულს ეს დღე. თორე თქვენ შეგიძლიათ ახლა ალბათ მიხვდებით, გადაავლეთ თვალი აი ვითომ და ეროვნული ძალები რომ არის და პარტიებად ჩამოყალიბებული და ნახავთ რომ ერთ სიტყვას არ ძრავენ 31 მარტს. არადა ეს არის უმნიშვნელოვანესი თარიღი, ძალიან დიდი თარიღი, რომელმაც საქართველო გადაარჩინა ფაქტიურად დაქუცმაცებისაგან. და ეს ყველაფერი იყო ძალიან დიდი პოლიტიკური ნაბიჯები, ზვიად გამსახურდია ზოგი რომ იტყვის ხოლმე რომ აი პოლიტიკა არ იცოდაო. ვინც ღრმად არის ჩახედული, იცის რომ ზვიად გამსახურდიას მაშინ საბჭოთა კავშირმა რაღაცა აი საქართველოს მასშტაბით დაუკავშირა ესეთი რაღაცა, ნაღმი ჩაუდო რომ შეეძლო ჩაეტარებინა საქართველოში საბჭოთა კავშირს უნდა ჩაეტარებინა რეფერენდუმი, იმათ უნდა ჩაეტარებინათ და თუ კი კომპაქტურად დასახლებული ესეთი აი არაქართული ეთნიკურად არაქართული მოსახლეობა, მოსახლეობის 10% იტყოდა რომ ამ რეფერენდუმზე რომ მას არ სურდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ისინი გადიოდნენ იმ ტერიტორიებიანად. და წარმოიდგინეთ რა დარჩებოდა საქართველოში, ალბათ დაახლოებით ერთი თბილისი, მცხეთა და შიდა ქართლი და ასე შემდეგ. ამ ყველაფერს ზვიად გამსახურდია ინდივიდუალურად მარტომ აი ეს უდიდესი საფრთხე არის და ამ კაცმა და მე ძალიან კარგად მახსოვს მისი ნათქვამი, როდესაც მე უზენაეს საბჭოზე გავიტანე ეს 31 მარტის რეფერენდუმის დანიშვნის საკითხი, არც ერთმა წევრმა არ იცოდაო ესო, თორემ მან იცოდა რამდენი იყო იქ ჩანერგილი უშიშროებიდან, ეს თქვენც კარგად იცით, მე ცოცხალს არ მიმიშვებდნენ ტრიბუნამდე. ყველაფერი გააკეთა მან თავის სამშობლოსთვის და როგორც მოგახსენეთ, ყველაზე ძვირფასი ამ თავისუფლებისთვის სამსხვერპლოზე მიიტანა თავისი სიცოცხლე. და ამიტომაც
ღირსეული ქართველი ხალხი ყოველთვის მას უწოდებს არა მხოლოდ როგორც საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი, არამედ როგორც საქართველოს უდიდესი გმირი და მუდამ დარჩება ეს ქართველთა ხსოვნაში და ყოველთვის იქნება კაშკაშა გმირი მერაბ კოსტავასთან ერთად. რა ვიცი, ეხლა მინდა მე შევეხო უმთავრეს საკითხს. გუშინ ჩვენ ჩავატარეთ შეკრება პროფკავშირების დარბაზში და პირველ რიგში მე მინდა მადლობა გადაუხადო ყველა იმ სტუმარს, ვინც იქ მოვიდა და დაესწრო. განსაკუთრებით მინდა გაერთიანების სახელით მადლობა გადაუხადო, ყველა მთხოვა რომ მადლობა გადაუხადო, ჩემთან ერთად კიდევ 3 წევრია, საინიციატივო ჯგუფის წევრი, რომლებმაც მთხოვეს ბატონმა დემურიმ, ზაქარიამ და გილა გობეჩიამ, რომ მადლობა გადაუხადოთ ყველა იმ სტუმარს, ვინც თავისი სურვილით ჩამოვიდნენ. ზოგი აფხაზეთიდან იყვნენ, ზოგი იყვნენ ბათუმიდან, ხობიდან, წალენჯიხიდან, სამტრედიიდან, თერჯოლიდან, წალკიდან, სვანეთიდან, კახეთიდან, ქარელიდან, გორიდან, რა ვიცი, ძალიან ეს იყო რაღაც საოცარი, რომ ამდენი სტუმარი იყო სხვადასხვა რეგიონებიდან, ქუთაისიდან. ძალიან გვახარებს ჩვენ ეს ამბავი, ჩართულობა არის ძალიან სერიოზული. შეგვიძლია პირდაპირ თქვათ, რომ უკვე სერიოზული გუნდია უკვე ბათუმში. ასევე შეგვიძლია თქვათ, რომ აი ყოველგვარი პრობლემის გარეშე ძალიან ძლიერი გუნდი იქნება ქუთაისში უკვე. ასევე ძალიან ძლიერი გუნდი იქნება ზესტაფონში უგანათლებული ხალხი. აი ეს ხდება წამიერად და სწრაფად. ჩვენ ძალიან დიდი ეროვნული მარცვალი ჩავაგდეთ, რომელიც ისე გაგვივდება, რომ ამ პროცესს ვერავინ ვერ შეაჩერებს, იმიტომ რომ ჩვენი ბრძოლა არის სამართლიანი, ჩვენი ბრძოლა არის უანგარო, ჩვენი ბრძოლა არის სამშობლოს გადარჩენისთვის. ეს არ არის პარტია, ჩვენ არავითარი თანამდებობებისთვის არ ვიბრძვით, ჩვენ ვიბრძვით მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ არ დავკარგოთ სამშობლო მეგობრებო და ეს საშინელი დაპირისპირება, რომელიც ერში არსებობს და რომელიც არავის არ მოუტანს სიკეთეს და ალბათ ყველა ნერვიულობთ, რომ ყველა დაპირისპირებულია ამ ქვეყანაში, ეს გააკეთა მტერმა და ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ სიყვარულით და დიდი პასუხისგებლობით, რომ ჩვენ ამის უფლება არ აქვს. ჩვენ სამშობლო გვეღუპება და ცოტა მაღლა უნდა დავდგეთ და აი იმ სიმაღლიდან უნდა გადმოვიხედოთ, რომ აი ჩვენი კინკლაობით ჩვენ დავკარგავთ გმირობით მოტანილ, აი საუკუნეებით გმირობით მოტანილ ამ უძვირფასეს ქვეყანას და ჩვენს მაგივრად აქ გაიხარებენ მე არაბები, ირანელები, თურქები, რა ვიცი, აღარ მინდა ჩამოთვალო ინდოელები და 1000 ჯურის ხალხი. არ მინდა ეხლა აი რამე გამონჩეს, მე ზოგიერთმა იქ დაგვიწერა კომენტარებში, რომ ვითომ ჩავატარეთ ეს შეკრება და დამთავრდა ამით ყველაფერი. როგორ გეკადრებოდა ბატონებო, ჩვენ მუშაობთ, მე მთელ დღე ეხლა იცით თქვენ რომ მე უფრო ორგანიზაციულ საკითხებში ვარ ჩართული. სარეგისტრაციო ფურცლებიდან მე უკვე ვაჯამებდი, რომ ქსელი უნდა გავაკეთოთ, თბილისის ცალკე, ქუთაისის ცალკე და ამ მონაწერებს ვაკეთებდი. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? ეხლა როგორ უნდა ვიმოქმედოთ? პირველი, რა თქმა უნდა, ეს არის, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი გამოვაგვიძოთ და გაერთიანება გახდეს ძალიან ძლიერი. მეორე, იცით თქვენ რომ ეხლა აღდგომამდე მძიმე მარხვებია და რა თქმა უნდა არ არის სწორი მართლმადიდებელი ქრისტიანისთვის ეხლა ესე რაიონებში გასვლები გავაკეთოთ, ვფიქრობთ რომ აღდგომის მერე დავიწყებთ შეხვედრებს. პირველი ალბათ გასვლები იქნება ბათუმში და ქუთაისში, რომ იქ უკვე ჩვენ ძლიერი
რეგიონალური ორგანიზაციები უნდა გავხსნათ და ფიქრობთ ასე, რომ ყველა რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელი, რომელიც იქნება ძალიან ღირსეული ადამიანები, ჩვენთან ერთად ამ 4 საინიციატივო ჯგუფის წევრთან იქნებიან თანაბარი უფლებებით, აი აქ რაღაცას რომ დავარქმევთ, ეს გამგეობა იქნება თუ რაც იქნება, ჩვენ ერთად უნდა გადავწყვიტოთ ხოლმე ყველა საკითხი და ესეც კიდევ ერთი იმის დასტურია, რომ ჩვენ ლიდერობისთვის კი არ ვიდით, ჩვენ ყველა გვინდა შემოვიყვანოთ აქ და ყველამ ერთად თანაბარი უფლებებით ვიმსჯელოთ სამშობლოსთვის და გადავწყვიტოთ ყველა ის პრობლემატური საკითხები. ხო. ნუ ეხლა იყო აქ რამოდენიმე შეკითხვები, ეხლა ვიღაცებს არ უხარიათ, ეს ჩვენ ველოდებოდით კიდევაც ამას, ეხლა პარტიული დაპირისპირებებია და მე კიდევ ერთხელ მინდა მათ უთხრა ერთი რაღაცა, რომ ეს არ არის მეგობრებო პარტია. აქ ნურც დოქტრინებს ნუ წარმოგვიდგენთ პარტიულს. ჩვენ პარტიები არ გვაინტერესებს და სწორედ ამ პარტიებმა იცით რომ დაღუპა აი ამ 3 ათეული წლის მანძილზე იქამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა, რომ უკვე სამშობლო არის დაკარგვის წინაშე ქართველებისთვის, რა თქმა უნდა. საქართველოს მოქალაქეებისთვის. შესაძლებელი არის აქ აბსოლუტურად კიდევ გეუბნებით 2-3 წლის შემდეგ აბსოლუტურად სულ სხვა ხალხი დაეუფლოს აი ამ ქვეყანას. იმდენად უკვე უმცირესობაში ვართ გადასულები. რა უნდა იყოს ჩვენი პირველი ნაბიჯები? ხო, ნუ აი თითქოს ჩვენ ჩავატარეთ ეს შეკრება და კრება დარჩა ხიარულიო ქართველები რო ვიტყვით ხოლმე. არა მეგობრებო, ნამდვილად არა. ერთი წუთით არ შევჩერდებით ჩვენ. ჩვენი პირველი ნაბიჯი რა არის? პირველ რიგში ჩვენ გვინდა რომ საზოგადოება ჩართოთ, ჩართულობა იყოს მაღალი ჩვენი მხარდამჭერებისა. ეხლა ჩვენი მთავარი მიზანი არის დაახლოებით 40-50 კვადრატულიანი ოფისი რომ ვიქირაოთ და რისთვის გვინდა ეს? ეს არ არის აუცილებლად ძალიან ძვირადღირებული, ჩვენ არ გვინდა. მთავარია იყოს თუნდაც გარეუბანში, მაგრამ სადღაც მეტროსთან ახლოს, რომ რესპონდენტებს არ უჭირდეთ მოსვლა. ჩვენ გვინდა გავაკეთოთ ესეთ ოფისში პოლიტიკური გადაცემები. ეს ძალიან მარტივია, ჩვენ შეგვეძლება ეს გავაკეთოთ. როგორც ვაკეთებით და ეხლა ხორში ვისხედით ხოლმე, მაგრამ საკმაოდ კარგად ისმის მიკროფონებით. შეგვიძლია გავაკეთოთ პოლიტიკური დებატები 5, 6 და 10 კაცის ჩართულობითაც კი, თუ კი ასეთი ოფისი გვექნება. ასევე დღის გადაცემებით შეიძლება გაკეთდეს. ეს რაც შეეხება პირდაპირ ეთერებს და ასეთი სადებატო გადაცემები ჩვენ შეგვიძლია კვირაში 3-ს გავაკეთოთ, მაგრამ მის გარდა კიდევ შეიძლება სხვა გადაცემები გაკეთდეს. ამავე დროს მინდა გითხრათ, რომ აი ამ გაერთიანებაში მთლიანად ჩაერთო ტელეკომპანია PKTV. იცით რომ ამ დამფუძნებელში არის თანადამფუძნებელი PKTV-ს ამ საინიციატივო ჯგუფში ქართველთა გაერთიანებისა ბატონი ზაქარია როჭკაშვილი და მისი მეუღლე ქეთი სესიაშვილი, რომელიც არის ასევე PKTV-ს დამფუძნებელი. მთლიანად ერთობიან თავისი ტელევიზიით. ეს ტელევიზია ჩართულია, მე როგორც ვიცი, მარკთში და სიტნეთშიც უბრალოდ ძალიან აი რა თქმა უნდა როგორც ეროვნული ტელევიზია შევიწროებული ამ სისტემისგან. ამიტომ ჩვენ ყველანაირად უნდა აუწიოთ რეიტინგი. თავისთავად დაიწევა რეიტინგი, რადგან აქ არ იქნება ცენზურა და აქ იქნება ჯანსაღი საუბრები ეროვნულ პრობლემებზე. მთლიანად მიეძღვნება საზოგადოების პრობლემებს, რეგიონის პრობლემებს. ჩვენ მე ბოდიში უნდა მოუხადო გუშინ
ჩაფიქრებული მქონდა და უნდა მეთქვა ზუსტად იმ თემაზე ვსაუბრობდი და რაღაცნაირად ადამიანურად თავიდან ამომივარდა ჭიათურის პრობლემები მაღაროელებისა. მე ბოდიშ გიხდით ძმებო, რაღაცნაირად ადამიანურად შეიძლება რა ვიცი, მაინც რომ იცით ის არის რაღაცა ესეთი საღამოროა ხომ, განიცდი და ალბათ რაღაცნაირად ამომივარდა. იმ სისტემაზე, რომელზეც საუბრობდი, რომ მიზანმიმართულად აკეთებენ იმას, რომ ქართველი ერი რაც შეიძლება ქართველი ერისგან დაიცალოს საქართველო, აი ამის ნათელი მაგალითია მეთქი, ეს უნდა მეთქვა, ჭიათურის მაგალითი 3500 კაცი ერთი ხელის მოსმით დატოვეს უმუშევარი. მიზანი არის ის, რომ ერთი წელი თუ დატოვებენ ამდენ ხალხს უმუშევარს მთელი ჭიათურას, რა თქმა უნდა იქ მაღაზიების დაიკეტება ყველაფერი, ყველა გაკოტრდება, ეს ახალგაზრდა ხალხია, ყველა დაიწყებს იმის ძებნას, რომ როგორ გადაარჩინოს ოჯახი და შიმშილით არ დაიხოცნო, ზოგი წავა პოლონეთში, მერე ზოგი სად და ყველა თავის ძას იპოვის და აი ის სახლები, რომლებიც იქ დგას ჭიათურაში, გახდება ძალიან მეათედი ფასები. სწორედ ამისი დაუფლებას ვუთ აი ამ კომპანიას, რომელიც იქ ფლობს, იმ თაღლითებს. რა თქმა უნდა, იმათ ეხლა იმ კილომეტრიანი სიღრმეებში ჩასვლა და მოპოვება მარგანეცისა ძვირი უძება შედარებით და ურჩევნიათ პირდაპირ ზედაპირიდან, რომ არაფერი არ უძება, ზედაპირიდან ამოიღონ იქ, სადაც სახლები დგას. ეს აქ გეგმაში ამ სახლებს დაანგრევენ მერე, რომელთაც არაფერი ფასი არ ექნება და გადათხრიან მთელ ჭიათურას და მარტივად მოიპოვებენ. აბსოლუტურად დაიცლება ეს რაიონი, ეს ქალაქი და მათ ადგილზე რა თქმა უნდა შემოვა უცხო ქვეყნის მოქალაქეები, უცხო ქვეყნის მუშახელი და ასე ვკარგავთ მეგობრებო აი ჩვენ ძიძველ ტერიტორიებს. და მე აღარაფერს ვამბობ იმაზე, რამდენად საგანგაშო მდგომარეობაა, არც არ იძახიან, მთელი თბილისის გარეუბნები, გარშემო მთლიანად არაბების ხელშია გაყიდულია მთელი მიწები. ნუ არ ვიცი, ხო რა, რაც 92 წლიდან მუდმივად ვიძახით ჩვენ, რომ ეს არის დამნაშავე, გარედან დასმული რეჟიმი, ანადგურებს მთლიანად ქვეყანას, ესენი არიან, რა ვიცი, რა სულიად გაყიდული, ამათ არ აინტერესებთ სამშობლო თართულიან ალბათ. ძალიან ბევრი ასევე ეროვნება შეცვლილები არიან და მათ უწერიათ ქართველ თორე, არც უწერიათ სადღა არის რაღაცა იწერება. გვარები აქვს ასეთი. ჩვენი მიზანი რა არის? პირველი ნაბიჯები როგორ უნდა გადავდგათ, რომ სამართლებრივად ჩვენ აი დავასრულოთ ეს 33 წლიანი დამნაშავე რეჟიმის მმართველობა. ჩვენ მიგვაჩნია, მე გუშინაც ვთქვი ჩემ სიტყვაში, რომ ჩვენ უნდა გავიაროთ ზუსტად აი დღეს რომ ყველა აქებს და ადიდებს საქართველოს რესპუბლიკის ჩვენი ეროვნული გმირის ბატონ ზვიად გამსახურდიას ეს წინვალე ნაბიჯები, მან სწორად შეაფასა მაშინდელი მდგომარეობა. მან რა თქმა უნდა, თუ გახსოვთ, მარტის არჩევნებში საბჭოთა კავშირის მიერ დანიშნული არ მიიღო მონაწილეობა, სანამ არ შეაცვლევინა საარჩევნო კანონი. საარჩევნო კანონი შეაცვლევინა ხალხის ძალისხმევით და სწორედ აი ამ გზის გავლა გვიწევს ჩვენ, ამიტომ დავიწყეთ გაერთიანება, რომ ჩვენ გვინდა მასიურად გავაერთიანოთ ქართველი ხალხი და ხალხის ძალამ უნდა აიძულოს არსებული რეჟიმი, რომ შევაცვლევინოთ ეს საარჩევნო კანონი. სხვანაირად სამართლებრივად და მშვიდობიანად, როდესაც გვეუბნებიან, ხო, არ არის მიღებული, რა თქმა უნდა, არავინ არ ვაპირებთ სახელმწიფო გადატრიალებს, მაგრამ თუ გინდათ რომ მშვიდობიანად და სამართლებრივად ვიმოქმედოთ, მაშინ კეთილი ინებეთ და წინ გადაგვეღობებით ჩვენ ვიწყებთ მშვიდობიან სამართლებრივ მოქმედებებს. როდესაც საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, როგორ შეიძლება რომ აი სასტორის ერთ პინაზე ერთ მხარეს იდოს მილიარდი ლარი, მეორე მხარეს იდოს 10 ლარი. ერთ მხარეს
იდოს საინფორმაციო საშუალებები, უზარმაზარი ტელევიზიები, ანუ მასმედიები, მეორე მხარეს Facebook. ერთ მხარეს იყოს მათ ჰქონდეთ კომისიის წევრები ყველგან და რამდენიმე თანაც და არც ერთი აი ესეთ პატარა პარტიებს, ხო? აქ საერთოდ მონაწილეობას აზრი არ აქვს და ამიტომაც არის რომ 0.1%-ს უწერენ, იმიტომ რომ თანაც თვითონ ითვლიან იმ ხმებს. ამიტომ აქ კიდევ ერთი რაღაცა არის, უნდა აიკრძალოს აუცილებლად შემოწირულობები, ეს არის მთელი კორუფციული სისტემა, არ არსებობს არც ერთი ძვირადღირებული ტენდერი, რომ უკვე მილიონებს რომ ცდება, ვინმე მოგაგებინოთ, აქ არის ჩართული, რა თქმა უნდა, ხელისუფლება და როდესაც აი ესეთი კომპანიებს ამარჯვებინებენ ტენდერში, მე არ დავასახელებ იმ კომპანიას, ერთ-ერთ კომპანიაში ადრე მუშაობდი და ვიცი, როდესაც დაურეკე საარჩევნო პერიოდის წინ და პირდაპირ თხოვეს, რომ $90,000 უნდა ჩაგვირიცხოთ ანგარიშგებო და შეწუხებულა რა ქნა, ვარ ჩაურიცხვა შეიძლება. და წარმოიდგინეთ, რამდენი ესეთი კომპანიები და მერე როგორ უნდა მოუგო ამას, ხო? ესე იგი ეს ისეთი რაღაცა არის, რომ ველოსიპედით უნდა გაასწრო Mercedes. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანი არის, მეგობრებო, სამართლებრივი გზით ვაიძულოთ, ოღონდ ერთიანი ძალით, აქ უნდა იყოს ჩართულობა და ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე, აი რამოდენიმე თვეში, მთელი საქართველოს ჩვენ უნდა გავაერთიანოთ ჯანსაღი ქართველობა და ვაიძულოთ ხელისუფლება მივაღებინოთ აი ესეთი დემოკრატიული საარჩევნო კანონი, რომ აი ესეთი მანიპულაციები მთლიანად გამოირიცხოს. შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტელევიზია აშუქებდეს საზოგადოებრივი არხი და ყველას თანაბრად დაერთოს დრო და ასევე ყველა თანაბრად იყოს დაფინანსებული ბიუჯეტიდან და აიკრძალოს ყოველგვარი შემოწირულობები და ასე შემდეგ. და ყველას თანაბრად ყავდეს კომისიის წევრი. აი ასეთ პირობებში ასპარეზზე გამოვა ყველა ნიჭიერი ქართველი, პატიოსანი ქართველი და ჩათვლის ის იმათ რომ მას ექნება შანსი მოუგოს ამ თაღლითებს. ჩვენ უნდა დავასრულოთ, მეგობრებო, აი ეს 33 წლიანი თაღლითების მმართველობა, არავითარი მორალური და სამართლებრივი უფლება აღარ აქვთ მათ, რომ გითხრან, რომ აი ან ცოტა დაგვაცადეთ კიდევ და ან მართლები არ ახართ. 33 წელში როგორ შეიძლებოდა ისე გაგენადგურებინათ ქვეყანა, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ დამდგარიყო მისი არსებობა. მხოლოდ 2-3 წელი და ჩვენ ამ ქვეყანაში აღარავინ აღარაფერს არ შეგვეკითხება. 5,700,000 ვიყავით. და არ ვიცი ახლა გაბერილი ამ უცხოელებით კორპუსებს აშენებენ და აბსოლუტურად ქართველი იქ აღარავინ არ ყიდულობს, ძირითადად არიან ეს არაბები, ირანელები, ავის თურქები და მით უმეტეს მიწევდა მე მაგ კომპანიაში და ძალიან მუშაობა და ვიცი რა რაც ხდება იქ. საშინელი სიტუაცია არის. ხო, ნუ არ ვიცი, ჩვენი თავარი მიზანი პირველ რიგში არის ეს, რომ სამართლებრივი კუთხით როგორ უნდა ვიმუშაოთ და როდესაც ეს საარჩევნო კანონს მივაღებინებთ, შემდეგში უკვე უნდა დაინიშნოს, აი როგორც დღეს რო დარბიან იქ რუსთაველზე, ესე არა, ისევ ამ საარჩევნო კანონით ან ახალი რიგარეში არჩევნები, ეს არის სისულელე, მეგობრებო, ისევ გარედან თავს მოხეული, ისევ აფერისტობა. ჩვენ უნდა აი ამ საარჩევნო კანონის შემუშავებაში მთლიანად უნდა ჩაერთოს მთელი საზოგადოება, ჩაერთოს თვითონ თუნდაც ხელისუფლება, მაგრამ აუცილებელია ჩაერთოს ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო საქართველოს რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს წარმომადგენლობა და ერთად უნდა იქნეს შემუშავებული და უნდა დაინიშნოს მერე ლეგიტიმური არჩევნები. სხვანაირად არანაირ არჩევნებს, აი ამ ყალბი არჩევნებს ქართველიერი აღარ მიიღებს, ვინაიდან ჩვენ აბსოლუტურად იმედი გვაქვს, რომ გავაღვიძებთ მთელ საქართველოს მოსახლეობას, მოქალაქეებს და როდესაც მე ქართველობაზე ლაპარაკობ, არაფრით არ გაიგოთ ისე, რომ აქ არ იგულისხმება ეთნიკურად არა ქართველები.
ისინი ვინც საქართველოში დაიბადნენ, გაიზარდნენ, ესენი აზერბაიჯანელები იქნებიან თუ ოსები თუ ნებისმიერი ეროვნება და ვისაც მიაჩნია რომ ეს არის თავისი სამშობლო, იგივე უფლებები ექნებათ და როდესაც იცით თქვენ რომ ბერჯელ თავადაც გამოუცდიათ მათ რომ თუ ქართველი კაცი ღირსეულად იცხოვრებს ამ ქვეყანაში, ისინიც ღირსეულად იცხოვრებენ. აი ეს არის ჩვენი მიზანი სამართლებრივი კუთხით რომ ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები და ქართველმა ხალხმა საქართველოს მოსახლეობამ აირჩიოს თავისი მთავრობა და ეგზიტ პოლებით და გარედან ბრიუსელიდან, მოსკოვიდან და ვაშინგტონიდან არ დაგვისვას მთავრობები. აი ეს არის მთავარი ჩვენი გენერალური ხაზი, რომ ქართველმა ხალხმა, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა აირჩიოს თავისი საკუთარი მთავრობა. და აი ეს მთავრობა პასუხისმგებელი იქნება უკვე თავისი ხალხის წინაშე. რაც შეეხება მეგობრებო, მანამდე ეხლა ჩვენ დიდი გზა არის აქამდე გასავლელი და ამაზე ძალიან დიდი ბრძოლა მოგვიწევს. თქვენ ალბათ ყველა ხვდებით რამხელა მონსტრს ვეჯახებით ჩვენ ეს ძალიან კარგად გვაქვს ეს პასუხისმგებლობა აღებული, ჩვენ დაგვიწყებეთ ძალიან დიდ ბრძოლას და დევნას. თავარია იყოს თქვენი გვერდში დგომა, ჩვენ ერთნაბიჯს არ გადავდგათ უკან. ჩვენა ვართ იდეალისტები და არც სიკვდილის გვეშინია და არაფრისა არ გვეშინია. იცოდეთ, ბოლომდე აი ამ დიდი საქმისთვის, ამ მამულიშვილ საქმისთვის თავი გვაქვს გადადებული სულ ყველას. ვინც აი აქ საინიციატივო ჯგუფში ვარ და ვინც კიდევ ჩვენს გვერდით დადგებიან. ჩვენ აი ამ აღდგომის შემდეგ უნდა დავასრულოთ ქართველი ხალხის ჩაგვრა ამ ქვეყანაში, რაც უფრო ამიტომ ვიძახი სწრაფად გავწევრიანდებით ქართველთა დიდ გაერთიანებაში. კიდევ ვიმეორებ, ეს არ არის პარტია, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ გაერთიანება სამშობლოს გადარჩენისთვის. ჩვენ ყველგან ვიქნებით იქ და ყველგან კაცრად გავაპროტესტებთ და დაუპირისპირდებით არსებულ რეჟიმს. შემოდიან ქართველები და რომლებიც აქ დაიბადნენ და აქ გაიზარდნენ და დაკარგეს მოქალაქეობა და გამოცდებს ატარებინებენ და არ აძლევენ მოქალაქეობას. ძალიან მკაცრი გვექნება ამაზე პროტესტი, მით უმეტეს იმ უმძიმესი დემოგრაფიულ სიტუაციაში, რომელიც ეხლა ჩვენ ვიმყოფებით, სადა გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ქართველი კაცი შემოდის და არ აძლევ მოქალაქეობას. მით უმეტეს, რომ აი იმ ხალხმა გადაარჩინა საქართველო ამ წლების განმავლობაში და ისინი კვებავდნენ აქ ოჯახებს და არა ეს თაღლითი მთავრობები. ასევე მეგობრებო, ჩვენ ვეღარ ავიტანთ ვერც ერთი ბანკებისგან ხალხის იმას რა ქვია, გამოსახლებებს. ბანკებისგან კი არა, აი მევახშეებისგან და ვითომ რომ ბანკებია და ამ თაღლითებისგან. ჩვენ ვეღარ ავიტანთ აი მათ თაღლითობას და ყველგან დაუპირისპირდებით. აბსოლუტურად ყველა სოციალური საკითხებზე ჩვენ კაცრი ის გვექნება ამაზე აუცილებლად, რომ მონოპოლიურ სისტემაზე, რომლებიც ესე იგი ძარცვავენ ყველგან ჩვენ მოსახლეობას 300, 400 და 500%-ით, ეს კვების პროდუქტები იქნება, ფარმაცია იქნება, ყველგან აბსოლუტურად არაფერს აღარ აგავს, ჯანდაცვა, განათლება, აბსოლუტურად მოშლილია თავზეა დამხობილი, ყველაფერი თავზე დამხობილი. კონსტიტუციური სამართლიანობიდან მე გუშინაც ვისაუბრე იქ გამოსვლაზე, რომ ნებისმიერი აი ამ მთავრობის წევრები, ამ ხელისუფლების წევრები დაუმტკიცებ, რომ თავიანთი დადგენილებებია და დაუდებ თვალწინ, რომ კონსტიტუციიდან გასულები არიან და უკანონოდ მართავენ აი ამ სახელმწიფოს და ყველაზე მთავარი კიდევ ის არის, რომ კიდევ ვიმეორებ, დამპალ ფუნდამენტზე არასოდეს არ აშენდება ნორმალური სახლი. ამიტომ ჩვენი მთავარი მიზანია 1991-92 წლების სახელმწიფო გადატრიალება და კონსტიტუციური სახელმწიფოს დამხობა იქნეს სრულად შეფასებული და გამოძიებული და ყველას თავისი სასჯელი უნდა მიეძღოს შესაბამისად, ვინაიდან მათ ჩაიდინეს სამშობლოს ღალატი, ასე კვალიფიცირდებოდა მაშინ. მერე თუ
ვიღაცა მოინანიებს თუ რა იქნება, ეს ჩვენ ამის უფლება არ აქვს ვინმე შეუნდოთ. ეს არის ქართველი ერის გადასაწყვეტი და ქართველმა ერმა უნდა გადაწყვიტოს ეს, ვინმეს აპატიებს თუ არ აპატიებს, მაგრამ უნდა აღდგეს კონსტიტუციური სამართლიანობა აუცილებლად. უნდა იქნას გამოძიებული, აი დღევანდელ დღეს ვიძახი კიდევ ერთხელ საქართველოს რესპუბლიკის პირველი და ერთადერთი ლეგიტიმური პრეზიდენტის ბატონ ზვიად გამსახურდიას ვერაგული მკვლელობა გამოძიებული. სანამ ეს არ იქნება გამოძიებული, ეს ქვეყანა ფეხზე ვერ დადგება. ჩვენ აბსოლუტურად ვიცი, რომ ამ საკითხში საქართველოს მოსახლეობის 80-90% მხარს გვიჭერს და ამისი შედეგი იყო ისიც, როდესაც ბატონმა ზვიად გამსახურდიამ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, მთელი საქართველო უჭერდა მხარს და დღესაც იგივე ზუსტად ის შეფასებებია, საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობა დღესაც ძალიან უყვარს საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი. მე ერთი რაღაცა მახსენდება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით, დღევანდელ დღესთან არა, 28 ოქტომბერთან დაკავშირებით. იქ მორიგეობდით ჩვენ მაშინ კოლხურ კოშკში და საინტერესო იყო, როდესაც მრგვალი მაგიდა გამოცხადა გამარჯვებულად. სულ რაღაც რამდენიმე წუთში რო დამთავრდა არჩევნები, ყალბი პროცენტები გამოაცხადეს და გუშინდელი დღესავით მახსოვს, კოლხური კოშკიდან გამოვიდა ბატონი ზვიად გამსახურდია, მაღლა საფეხურზე დადგა და დავით რა პროცენტები გამოაცხადესო და რო უთხარი ეს პროცენტები და ხო და ეხლავე წადითო იქო და CSKO-ში გვეუბნებოდა რომ მათ ეხლა ჭკუა ასწავლეთო რომ ნოატყუებენ ქართველ ხალხსო და ქართველ ამორჩევლებს, საქართველოს მოქალაქეების ამორჩევლებს. და ჩვენ მაშინ მიულოცეთ ბატონ ზვიადს, გახარებულები ვიყავით ყველანი, მაგრამ აი ეს აღმოჩნდა ხანმოკლე და მინდა იცოდეთ მეგობრებო, რომ მუდმივად ბოროტება ვერ იზეიმებს, გუშინ ჩვენ შეიძლება ითქვას, რომ უდიდესი ნაბიჯი გადავდგით და ძალიან მინდა, რომ ეს გუშინდელი დღე საქართველოს ისტორიაში ჩაიწეროს, რომ აი ეს დღე, აი ამ დღიდან დაიწყო ქართველი ერის გაერთიანება. და ვისაც ძვირფასია ეს სამშობლო, მეგობრებო, ყველა უნდა დავდგეთ ჩვენი თავების მაღლა, თუ გვიყვარს ჩვენი სამშობლო, ვაპატიოთ ერთმანეთს, იმის მომხრეა, ამის მომხრეა, ამ თაღლით პოლიტიკოსებს ვერავის ვერ ვაპატიებ და ვერავის ვერ შემოვიყვანთ გაერთიანებაში, მაგრამ მომხრეები, ყველას შეუძლია მომხრეებმა კარგად საღად დაფიქრდნენ და სწორი გადაწყვეტილება მიიღონ და შემოუერთდნენ ქართველთა დიდ გაერთიანებას, რათა გადავარჩინოთ ჩვენი სამშობლო. არავის არაფერი სჭირს საპატიებელი მომხრეებს, თავარია უნდა დავდგეთ ერთად. სამშობლო გადავარჩინოთ. ეხლა მტერმა რაც გაგვიკეთა 30 წლის მანძილზე სპეციალურად დაგვაპირისპირა ერთმანეთს ძმები, ჩვენ უნდა დავდგეთ ერთად, უნდა შევრიგდეთ, ერთმანეთს ვაპატიოთ, ერთმანეთს პატივიცეთ, ამაღლებული განწყობით მიუტევოთ ერთმანეთს, თუ ვართ მართლმადიდებლები და ქართველები და ჩვენი სამშობლო კიდევ ერთხელ გეუბნებით გადავარჩინოთ. ეს არის გამოსავალი. დანარჩენი ჩვენ რეცეპტი არ გვაქვს, არც ჯადოსნური კვერთხი გვაქვს, მეგობრებო, ამოთხეულს რომ რაღაცა დავარტყათ და უცბად გაერთიანდება ერდეს, ყველა თქვენთაგანმა უნდა საკუთარ თავს უთხრას, რომ მე ჩემ შვილებს მომავალს დაუკარგავ, თუ ეს ნაბიჯი არ გადავდგი. აქ სულ სხვა იქნება 3 წლის შემდეგ ბატონ პატრონი ამ ქვეყნის. არ გეგონოთ, რომ ეს არის რაღაცა ტყუილი, გამოგონილი, ეს არის აბსოლუტური რეალობა და კიდევ იმდენ რამეს არ გეუბნებით, რაც ინფორმაციები გვაქვს, არ მინდა ძალიან ცუდი განწყობაზე დაგაყენოთ და ძალიან შეგაშინოთ. უმძიმესი მდგომარეობა. ძალიან მალე ჩვენ დავკარგავთ სამშობლოს, თუ არ გავერთიანდით. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი და შემწე ამ ბრძოლაში, ვიცით, რომ ძალიან რთული ბრძოლა იქნება, ძალიან მძიმე ბრძოლა იქნება, მაგრამ იცოდეთ,
გუშინაც ქონდა ამაზე საუბარი, ისეთი ხალხი იყო და ისეთი რაღაცეები მითხრეს, მე თვითონაც გამიკვირდა, ნამდვილად ღმერთი იფარავს აი ამ მოძრაობას და ეს ყველაფერი ხდება ღვთისნებით, ეს იცოდეთ ყველამ. და ვინც მისმეს, ის მიხვდება. მე ადრეც შევხვდი ერთ-ერთ წმინდას, არ მინდოდა ეს გამეხმაურებინა და მე ასეთი რაღაცეები ძალიან ცოტა ძიმეთ ვიჯერებ ხოლმე, მაგრამ საკუთარი თვალით ნახე, დისტანციურად, რომელსაც მე ვერ ვხედავდი აბსოლუტურად, მაგრამ ვიცოდი რომ ხელა დისტანციაში იყო ის სხვაგან, აბსოლუტურად წაიკითხა ყველა ჩემი ჩანაფიქრი, მოყევი რაც გსურსო და მთლიანად წაიკითხა ჩემი ჩანაფიქრები, რასაც გულში ვკითხულობდი. და იცოდეთ, ძალიან სერიოზული ეს საკითხი არის, პირდაპირ უფალი არის აქ და ვაი იმას, ვინც დაუპირისპირდება აი ამ ქართველთა მოძრაობას. მე გუშინაც გავაფრთხილე ეს რეჟიმი, ნუ ჩაყრია საკუთარი მთელი შთამომავლობას და მთელი მის მოდგმას, აი რა ვიცი რა, ჯოჯოხეთში ნუ გაწირავენ, ძალიან ძიმე იქნება სასჯელი. მადლობთ ყურადღებისთვის მეგობრებო, კიდევ ერთხელ მიულოცავ საქართველოს აი ამ დღეს, რეფერენდუმის დღეს, უმნიშვნელოვანეს დღეს, რომელზეც დგას საქართველოს დამოუკიდებლობა უძლიერეს ფუნდამენტზე და ასევე ჩვენს წამებულ პრეზიდენტ ზეციურ საქართველოში კიდევ ერთხელ მიულოცავ საქართველოს რესპუბლიკის პირველ პრეზიდენტ საქართველოს ეროვნულ გმირს ბატონ ზვიად გამსახურდიას და ნუ გცხვენიათ, ვითომ რომ ეროვნულები ხართ, ფსევდოეროვნულები, ამოიღეთ ხმა და ერთი სიტყვა მაინც ათქვით. ერთი სიტყვა ან რეფერენდუმზე, ან ბატონ ზვიად გამსახურდიაზე. მიმხედრი მიხვდება. მადლობთ მეგობრებო, ყურადღებისთვის, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი. იცოდეთ რომ ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი ღვთისნებით მიდის.